გამარჯობა, მე ელენე სყვიტარიძე ვარ და Citizen-თან ერთად ვიწყებთ მორიგ სეზონს, სადაც ვისაუბრებთ ინტერიერის დიზაინზე. შევეცდებით მოგცეთ ძირითადი თეორიული და პრაქტიკული რჩევები. თუ როგორ შევქმნოთ არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციური, ჰარმონიული და პერსონალიზებული სივრცეები. ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ ავეჯის ან კედლის სფერის შერჩევა. ეს ერთდროულად ხელოვნების, ფსიქოლოგიის და ინჟინერიის ნაზავია. ის გვეხმარება შევქმნათ სივრცე, რომელიც გამოხატავს ჩვენს პიროვნებას და ამავდროულად აუმჯობესებს ჩვენს ყოველდღიურობას. იმისთვის, რომ ინტერიერის დაგეგმა უფრო მარტივ და კომფორტულ პროცესად იქცეს, მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ინსტრუმენტი. ეს ინსტრუმენტი ინტერიერის ბრიფია, იგივე დავალება. ბრიფი არ არის მხოლოდ პროფესიონალ დიზაინერთან მისასვლელი დოკუმენტი. ეს არის თქვენი პირადი მგზავრობაც, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვეთ საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებში. ბრიფის შექმნა იწყება იქ, სადაც უშუალოდ დიზაინზე ფიქრი ჯერ არ დაგვიწყია. პირველი ნაბიჯი საკუთარ თავზე დაკვირვებაა. დაფიქრდით და დაუსვით თქვენ თავს კითხვები. როგორი ცხოვრების სტილი გაქვთ, რამდენად ხშირად ხართ სახლში და სად ატარებთ ყველაზე მეტ დროს? გაქვთ თუ არა რაიმე ჰობი, რითი ერთობით ან როგორი განტვირთვის საშუალებას ანიჭებთ უპირატესობას? რა დატვირთვა აქვს თქვენთვის სამზარეულოს, მისაღებს ან სასადილო მაგიდას? როდესაც განსაზღვრავთ ჩვენს პრიორიტეტებს და სივრცეებს სწორი პროპორციით დავგეგმავთ, უკვე გადავდივართ მომდევნო ეტაპზე. აქ უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორი გვინდა იყოს ეს სივრცეები. რომელი ფერთა გამა მოგწონთ ინტერიერში, რა ტონები მოქმედებს თქვენზე დადებითად, როგორი განათება გსიამოვნებთ, ძლიერი და მკვეთრი, თუ უფრო დაბალი და რბილი. რომელი სტილი გიზიდავთ ყველაზე მეტად, მინიმალისტური, სკანდინავიური, ან იქნებ ჯაპანდი. რომ შევაჯამოთ, დიზაინი არ არის მხოლოდ ლამაზი სივრცე. ეს არის თქვენი შინაგანი სამყაროს ინტერპრეტაცია ნივთებში, ფერებში და განლაგებაში. ბრიფი კი კარგი ხელსაწყოა, რომელიც მიგიყვანთ ეფექტურ გადაწყვეტილებამდე. დაიწყეთ დაკვირვებით. ყველაფერი სწორედ აქედან იწყება. წარმატებები.